მეგობრებო, უნდა გაიგეთ ახლა ეს საერთო გაშლა, რატომ არ გიმართლებთ პირად ურთიერთობებში. ეს გაშლა იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც მარტო გრძნობთ თავს, იწყებთ და ვერ იწყებთ და არ გამოგდით. სულ რაღაც წინაღობა, სულ რაღაცნაირად არაფრის გულისთვის პაუზდება, თუ ტორმოზდება თქვენი პირადი ურთიერთობები და პროგრესი ვერ განიცდის. ნახოთ იმისთვის, რომ ვხვდეთ, რაშია პრობლემა. საერთო გაშლა იქნება რასაკვირველია და ყველასთვის დეტალურად ყველაფერი შეიძლება არ იყოს, მაგრამ ყველა ვარიანტში ბოლომდე უყურეთ, ვისაც ეს თემატიკა გაინტერესებთ. წყვილში ხართ ახლა ამჟამად თუ არ ხართ წყვილში, საერთოდ ძალიან მნიშვნელოვანი თემატიკაა ეს ყველასთვის. საერთო გაშლა აკიცით და პირადი გაშლებისთვის პირად შემომწერეთ, მაგრამ იმ დეტალურ ინფორმაციას თუ ვერ მიიღებთ, საერთოდ მაინც მიიღებთ, რაც ამ თემატიკას ეხება, ამიტომ პირადისთვის კიდევ გეუბნებით, პირად შემომწერეთ, რომ უფრო ზუსტად და დაზუსტებით მივიღოთ ყველა ინფორმაცია ამ თემაზე, რაც შეეხება ამ გაშლას და ჩემ გვერდს გამოიწერეთ ჩემი TikTok-იც, YouTube-იც და კომენტარები და ენერგოცვლა თქვენი აუცილებლად ჩადეთ. ვიცით, რომ საჭიროა ჩვენი ენერგოცვლის ბალანსისთვის, როგორც თქვენთვის, ასევე ჩემთვის, მხოლოდ ჩემთვის არ არის. და თუ გამოწერილი არ გაქვთ, ჩემი ახალი გვერდი გამოიწერეთ, ძალიან გთხოვთ, ძალიან გამახარებს თქვენი თითოეული პლუსი დამატებული ჩემ გამოწერებში და ძალიან მალე მინდა რომ ისევ იმ ციფრს მივახციოთ და გადავახციოთ კიდე ვიდრე ვიყავით ჩემ წინა გვერდზე, რომელიც დამიბლოკეს და გამიტეხეს, ვინც არიცით კიდევ გეუბნებით. მიხართ თქვენ რომ გავიგოთ რამდენად თქვენია ეს გაშლა, ჰეიტერებს ჩემგან სალამი, რამდენიც მენდომება და რამდენსაც საჭიროდ ჩავთვლი და ინფორმაცია რამდენიც მომდის, იმდენს ვისაუბრებ, ვისაც არ მოგწონთ, ან ასკროლეთ, ან ნეგატიური კომენტარების ავტორებს ერთი გაფრთხილების შემდეგ პირდაპირ გაუშვებ ისევ შავ სიაში, ასე რომ გაითვალისწინოთ. ჩემი გვერდია და რამდენსაც საჭიროდ ჩავთვლი, იმდენს ვისაუბრებ. ვისაც არ მოსწონს, არავის ვაკავებ ძალით. მიხართ თქვენ პატარა იდენტიფიკაცია რომ გავიგოთ, თქვენ ხართ 21 მაღალი არკანი ამბის სამყარო, ეს არის რაღაცნაირად გლობალური პიროვნება, საერთოდ გლობალურად თბილი ადამიანი ხართ, გლობალურად გიყვართ დედამიწა, შემიძლია ვთქვა, დავახასიათო. გიყვართ ცხოველები, ბუნება, ფრინველება, გლობალური სიკეთის კეთება გიყვართ. თუ ჩხუბობთ, თუ კონფლიქტური სიტუაცია ესეც შეიძლება გლობალურად გადაიზარდოს იმხელა რაოდენობაში ხალხის თუ იმხელა პერიოდზე, რომ აი გლობალურად რაღაცნაირად სამტრო სასიცოცხლოდ კი არ